ასოცირების ქვეყანას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების 60%-ზე მეტი შესრულებული აქვს. როდესაც ნატოზე და უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი და გვეუბნებიან, რომ საერთოდ გეგმავენ თუ არა გაფართოვებას და ესე ვთქვათ, ახალი წევრის მიღებას, საერთოდ ბუნდოვანია ეს ყველაფერი, თუ დაკეტილი არ აქვს თავიანთი რიტორიკით და როდესაც ამას ეუბნებიან ქვეყანას, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს ერთ სულ მოსახლეზე ყველა მისიაში, ხო? ბატონ ნოდარს გამოეხმაურები, როდესაც ეკონომიკურ, ესე ვთქვათ, ბენეფიტებზე და პლუსებზე და ვთქვათ მინუსებზე საუბარი, სწორედ ამას საუბრობთ. და სწორედ ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობის რელიგიად ქცეული და ტაბუდადებული თემა, რომ აი დღეს, აი ხვალ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აი გავწევრიანდებით. და აი აქედან და აი აქ მეორე დღესვე ჩვენ გავიღვიძებთ, ესე ვთქვათ, ბრიუსელში. აი ეს იყო სწორედ აი ეს სიცრუე, რასაც ეუბნებოდნენ საზოგადოება, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ამას ჭირდება გასავლელი გზა. ნაბიჯ, სწორედ აი ამას გულისხმობ, როდესაც 60%-ზე მეტია შესრულებული, ესე ვთქვათ, და ჰარმონიზებული ჩვენს კანონმდებლობასთან, შესაბამისად ევროკავშირის კანონმდებლობა, ხო? ამას ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკურად, სწორედ აი პრაგმატული პოლიტიკით, სამშვიდობო პოლიტიკით, როდესაც არის საუბარი და როგორც მიგვყავს დივერსიფიცირება მათ შორის ეკონომიკური მიმართულებებით და ინვესტიციებით, ხო? ყველა დიდი ქვეყნის ინტერესის შემოყვანა ჩვენ ქვეყანაში, რომ სწორედ ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ეკონომიკური კავშირი არც ეკონომიკურ კავშირს არ ჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც ესე ვთქვათ, არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული, ხო? ნებისმიერ სად რომ მიდიხარ კავშირში, შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ აი პრაგმატული პოლიტიკით. სწორედ ეს პრაგმატული პოლიტიკაა, რასაც თქვენ ბრძანებთ და კითხვაში ამბობთ, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამ სიმართლეს, როდესაც ჩვენ დღევანდელ ბიუროკრატიას ვეუბნებით, პროპაგანდას კი არ ვაწარმოებთ, ვეუბნებით რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე და უბრალოდ ვეუბნებით, ჩაიხედეთ თქვენივე შეკვეთილ და დაკვეთილ დასკვნებში და კვლევებში. სად არის, სად პოზიციონირებს თუნდაც ეკონომიკით, თუნდაც სხვა დემოკრატიული მიმართულებებით ჩვენი ქვეყანა და ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ იმ რიტორიკას, რასაც ვისმენთ, შემდეგ კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თუმე როგორ ბედავთ, რომ საერთოდ შეგვიძლია კითხვა დაუსვათ ამ, ესე ვთქვათ, დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში.